მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ გაშლას ესეთ შეკითხვაზე. ასრულდება თუ არა თქვენი ჩანაფიქრი? რამდენი ვარიანტი მქონდეს, არ ვიცი, ნახოთ. თვითონ გვეწყვის ტარო. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი? მანამდე შეგახსენებთ, რომ დალაიქოთ ჩემი ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი. შეძლებისდაგორად გააზიარეთ ვიდეო თქვენ, თქვათ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ვისაც იცით, რომ აინტერესებს და უყვარს საჯარო გაშლები, მეც დამეხმარებით მასაც. ასეთი ფორმით შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მადლიერება და ასევე კომენტარებშიც, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეხლა რაც შეეხება თქვენს სურვილს. კი, სამი ვარიანტი უნდა გქონდეს. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი? პირველი, მეორე, მესამე. კიდე დავამატებ. იცით რას დავამატებ? თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს? ან საერთოდ გჭირდებათ კი რეალურად ამ სურვილის ასრულება? აი, საერთოდ. აი ეს ვქნათ. აი ეს მშვენიერი. პირველი ვარიანტი იყოს აი ეს ანგელოზი. მეორე ვარიანტი იყოს აი ეს და მესამე ვარიანტი იყოს აი ეს. პირველი, მეორე და მესამე. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი და საერთოდ გჭირდებათ თუ არა? მე ხა გადავალ პირველ ვარიანტზე. აი ეს ვინც ჩაიფიქრა. ძალიან მეყვარს ესეთი ანგელოზები. იცით რა არის? პირველ ვარიანტში თქვენი სურვილი შეიძლება რომ ასრულდეს, მაგრამ ტარო გეუბნებათ იმას, რომ ჯერ მზად არ ახართ, თქვენ გჭირდებათ დახმარება. სხვა ადამიანების ჩართულობაც იმისთვის, რომ ეს ამბავი გამოვიდეს, ან ვინმე კონკრეტული ერთი პიროვნება, ან სხვა ადამიანები. ყოველ შემთხვევაში მარტო ამ ამბის მოგვარება ამ ეტაპზე არ განიხილება, ასე გვიყვება ტარო. და ვიკითხე, რომ ნუ გჭირდებათ თუ არა და რამდენად, თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, თქო, რომ ეს ამბავი გამოვიდეს, თქო და რაღაცა მეტი ცოდნა, მეტი ინფორმაციის გაგება გჭირდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მეტი კავშირები და ხო, რაღაც მეტი უნდა გაიგოთ ამ საკითხის შესახებ, უნდა შეისწავლოთ. შეიძლება პირდაპირ მუშაობით სწავლას ნიშნავდეს, ან თუ არა და ამ სურვილის გარშემო, არ ვიცი, თუ ვინმე ესეთი ადამიანია, ვისაც იგივე რაღაც გაუკეთებია თქვენამდე, მისი გამოცდილება მოისმინეთ, აბა მან რო გააკეთა, რა, თქვათ, ნაბიჯები გაიარა, რა ეტაპები გაიარა და რის ხარჯზე შეძლო, ისეთ შეძლო და რაც შეეხება ასრულდება თუ არა, შესაძლებელი არის ნამდვილად, რომ ასრულდეს უბრალოდ. არ მიატოვოთ ეს საკითხი შუა გზაში. დაიხმარეთ სწორი, გამოცდილი, უფრო კომპეტენტური ადამიანები, დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის. მაგას გეუბნებათ ტარო. და არც ზერელეთ და უფიქრებელი ნაბიჯებით არ გააკეთოთ ეს ყველაფერი. ანუ რას ამბობს ტარო, იცით, რომ აი უცებ-ცხელ გულზე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ამ საკითხის მოსაგვარებლად. მაგრამ იცოდეთ, რომ ამ ამბავში
გაქვთ ღმერთის და სამყაროს მხარდაჭერა. თითქოს თქვენ აკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც ძალიან მოწონს თქვენს ეს ანუ საგვარეულოსაც სხვათა შორის თქვენ გამიჩნდა ეგ ვარაუდით და თქვენს საგვარეულო ხაზიდან შეიძლება რაღაც წინაპრების კარმასაც კი ამუშავებდეთ ამბით, რასაც არ უნდა ეხებოდეს. ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ გზაზე გაქვთ მხარდაჭერა. არა მარტო თქვათ ფიზიკურ მატერიალურ სამყაროში ადამიანების ხელით, არამედ სულიერი სამყაროდანაც თქვენი მფარველი ძალები, ღმერთი იქნება ეს, თქვენი მფარველი ანგელოზი, წინაპრები. მართლა ამ ამბავში მხარს გიჭერენ, იმიტომ რომ ეს არ არის ის საქმე, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქნება სასიკეთო. მაშინაც კი თუ კი ეს თქვენი პირადი მიზანი და ინტერესია, რაღაცნაირად მაინც სხვისთვისაც სასარგებლო შეიძლება იყოს და ამიტომ რაღაცნაირად ჩაქსვავს სამყარო ისეთ კალაპოტში, რომ მიხვიდე სწორ შედეგებამდე, უბრალოდ შუაგზიდან არ გაბრუნდეთ და არ მიატოვო ეს საკითხი შუაგზაში. აი ამას გეტყვა და ტარო. და რაც შეეხება იმას, რომ გჭირდება თუ არა ეგ სურვილი, კი, თქვენს და კიდე არსებობენ ეგ ადამიანებსაც ეს ჭირდებათ, რომ ეს საკითხი გამოვიდეს და უბრალოდ უფრო მეტი უნდა შეისწავლოთ, მეტი გამოცდილება დააგროვოთ. კი, ასიახლები გჭირდებათ თქვენ. ახალი ნაბიჯები, ახალი გარემოცვა, ახალი სანაცნობო და ძველი ეს სამსახური იქნება, გარემოცვა თუ რაღაც, აი ძველი რაღაცებს აი მოიშორეთ რა, მოიტოვეთ წარსულში, აი გაიწმინდეთ გარემოცვა, გაასუფთავეთ და ახალი ენერგიებით და ენთუზიზმით ახსოვს რომ უნდა შეხვდეთ ამ ყველაფერს, არკანის სულელი, კვერთხების ტუზი. ანუ თქვენ გჭირდებათ ამბის განსახორციელებლად პირველ რიგში მეტი ცოდნა, მეტი ინფორმაცია ამ ამბავზე, წარსულისგან განთავისუფლება და ახალი კონტაქტები, ახალი ენერგიები, ახალი ხედვები და ახალი გზა. ეს არის ის, რაც თქვენს ვარიანტს სჭირდება ამ ამბის განსახორციელებლად. ეხლა გადავდეთ პირველ ვარიანტს, გელოდებით კომენტარებში და ლაიქებში ჩემო მაყურებლებო და ეხლა გადავედით მეორე ვარიანტზე. აბა თქვენთან რა ხდება? ასრულდება თუ რა თქვენი სურვილი? კი, მე ვფიქრობ, რომ კი, თან იმაზე სწრაფადაც კი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და დამავიწყდა პირველ ვარიანტთან თუ ისევ აქ ხართ და თუ მიყურებთ, პირველი ვარიანტი თქვენი ეს ამბავი უფრო გაზაფხულზე მოხდება იდეაში, თქვენი სურვილი გაზაფხულის პერიოდში ხდება და მეორე ვარიანტი თქვენ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, აი ზამთარი რო სრულდება და გაზაფხული რო უნდა დაიწყოს, აი მაგ გარდამავალ პერიოდში შეიძლება რომ მოხდეს ეს ყველაფერი და მოხდება, აუცილებლად მოხდება, თან ძალიან სწრაფად, ძალიან გაბედულად, მოულოდნელად, აი უცებ რაღაც ესეთი ემოციისა და ენერგიის მოზღვებას იგრძნობს, თუ პირადად თქვენ უნდა გააკეთოთ და თუ ეს სხვა ადამიანთან არის დაკავშირებული, მაშინ იმ ადამიანის მხრიდან იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული ძალიან სწრაფად, მოტივირებულად მიღებული ეს რაღაცა გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ, მოქმედებაზე გამოვიდეს, ხო, თქვენთან მიმართებაში კავშირზე. პირველი ვარიანტი. გავიგეთ, რომ ახდება, მაგრამ აბა ცოტა ჩავშალოთ ეს თემა.
როგორ ლოდინის პროცესში ხართ ხალხო, აი მართლა ძალიან დიდი ნებისყოფით იკიდებით ახლა ამ რაღაცა ამბავს, რაც ჩაიფიქრეთ. ახლა ყველასთან სხვადასხვა იქნება, ლოგიკურია. და წარმოვამბობს ესეთ რაღაცას, რომ ეხლა თქვენ ხართ რაღაცნაირად ესე პასიურ მდგომარეობაში, მაინც და მაინც არ აქტიურობთ ამ საკითხის შემოსაბრუნებლად თქვენ სასიკეთოთ. ტარო ამბობს იმას, რომ ამ ამბავში სხვა ადამიანიც კავშირშია და ეს არ არის მარტო თქვენი გასაკეთებელი, უმრავლესობის შემთხვევაში უფრო პირად ურთიერთობაზე მგონია ჩაფიქრებული და იცოდეთ, რომ სანამ თქვენ რაღაცა ხა ესე ზიხართ და მოთქვავთ და იმას ფიქრობთ, რომ აბა ეხა ეს ადამიანი მოვა, გამოშდება, მოიწერება, ან რაღაცა ხო, ან თუ საერთოდ არ ყავთ ჩაფიქრებული და თავისუფალი ხართ, ხო? მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ აქ არის ადამიანი, რომელიც შორიდან გაგვირდებათ, შორიდან გიყურებთ და მის თვალში საერთოდ ისეთი თავდაჯერებული და ისეთი შემდგარი და ისეთი ლამაზი ხართ, რომ ცოტაერიდება კიდეც, რომ თქვენამდე მოვიდეს, იმიტომ რომ რაღაცა ვერ წარმოუდგენია, რომ თქვენ ახლა მას ესე მარტივად შანსი მისცეთ და ასევე ვიღაცები შეიძლება ახალი სამსახურის ძებნას აპირებდეთ და ტარო გეუბნებათ იმას, რომ დაელოდეთ ზამთრის დასრულებას და გაზაფხულიდან უფრო შეიძლება რომ რაღაც ახალი შემოთავაზებები გაგიჩნდეთ და თუნდაც შეიცვალოთ ან დაიწყოთ ახალი სამსახური, მაგასაც გეუბნებათ ტარო. მაგრამ უფრო რა ძალიან მიტრიალდება და მოდი დავტოვებ ამ არკანს. წეღანაც აპირებდა გადმოხტომას და არ დავარსა და თასების ტუზი, ხა თასების პენტაკლი გადმოვარდა და მართლა ანუ ამ გაშლაში ვარიანტი იყო ესე ორად რა. ანუ ვიღაცებმა ჩაიფიქრეთ პირადზე, ვიღაცებმა ჩაიფიქრეთ სამსახურზე და ნებისმიერ შემთხვევაში აქ მართლა ისეთი პოზიტიური არკანები ამოვიდა, რომ მგონია რომ კი გამოვა, დაალაგდება ზუსტად ისე როგორც თქვენ გინდათ და ჩავიძიოთ, აბა თქვენი მხრიდან რა არის საჭირო? ანუ და გააკეთებთ თუ არა რამე, რომ ეს საკითხი უფრო მაგრამ რა ვიცი ხო წესით. თუ აქ ვინმე ჩაიფიქრეთ ისეთ პარტნიორის დაბრუნებაზე, მაშინ ტარო გეუბნებათ ესეთ რამეს, რომ ეს ამბავი გამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციას მისი თვალითაც შეხედავთ და მისი პოზიციითაც თუ დაიწყებთ ფიქრს. აი, ამას იტყოდა ტარო. ვინც პირად ურთიერთობაზე ჩაიფიქრეთ, ხოლო ვინც ფინანსებზე ჩაიფიქრეთ მაგალითად, ხო? თქვენ შემთხვევაში ეს არის, რომ უნდა ცოტა ხანი დააცადოთ დროებას, პერიოდს, რომ რაღაცა უნდა ჩაიაროს, რაღაცა უნდა თავისი ციკლი დაასრულოს. და მე უნდა გახვიდეთ უფრო აქტიურ კომუნიკაციაზე. თუ ეს ეხება, ვთქვათ, სამსახურის ძებნას, ანუ ჯერ რაღაცა უნდა დასრულდეს. ან თვე, ან რაღაცა პერიოდი თქვენ ცხოვრებაში, არ ვიცი, რაღაცა ჯერ უნდა დასრულდეს. ამას იცახის ტარო და უფრო თქვენ მიხვდებით თქვენ ცხოვრებაში, ხო, როგორ არის. და თუ ეს ეხება ადამიანს და მასთან კომუნიკაციას, თქვენი მხრიდან გასაკეთებელი არის ის, რომ მოусმინოთ ამ ადამიანს, მისი პოზიციაც გაიგოთ და გაიაზროთ, თუნდაც თქვენგან ძალიან განსხვავდებოდეს და ეცადეთ, რომ მეტი
თავაზიანობა გამოიჩინოთ და პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ თითქოს ეს ადამიანი თulis, რომ აი თქვენ თავს ისე დემონსტრირებთ, რომ აი მასზე უკეთესი ხართ და თავს ამეტებთ. თუ რაღაცა ესეთიც მოდის, ვინც პირველი ვარ, აი ესეთი ინფორმაციაც, რომ აი რაღაც შეიძლება თქვენ არც იქცევით ეგრე, მაგრამ ადამიანს აქვს მაგის შეგრძნება და შეიძლება საერთოდ უბრალოდ დაბალი თვითშეფასება აქვს და თავისთავად გასჭიროებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენთვის ეგ არის რა, ატარო მაგას გეუბნებათ, რომ ამ ადამიანის მიმართ გამოხატეთ პატივისცემა, ანუ იგრძნოს, რომ თქვენს თვალში რაღაცას წარმოადგენს, რომ უფრო თავდაჯერებული იყოს და უფრო გაბედულად გაიგონოს რაღაც ნაბიჯები. გადავალ მესამე ვარიანტზე. ვიღში გეტყვით ის, რომ ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ამ საკითხის ასრულება და ამ სურვილის რაც ჩაიფიქრეთ, ტარო გეუბნებათ იმას, რომ აი ძალიან 50 ანუ ნახე მე იმას კი არ ვძახი, თვითონ სურვილის ასრულება შესაძლებელია, უბრალოდ საკითხავი ეს არის გჭირდებათ კი რეალურად რომ ეს მოხდეს თქვენ ცხოვრებაში? აი ამ ნაწილში უფრო ესე 50-50-ია ტარო და ჩავეძიოთ აბა თქვენი სურვილი მესამე ვარიანტი თქვენ ჩაფიქრებული საკითხი სურვილი ასრულდება ისე როგორც თქვათ თქვენი სურვილი ასრულდება იცით რა არის? სურვილი კი შეიძლება ასრულდეს, მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ გჭირდებათ. აი იცით რა არის? ეხლა ამ მომენტისთვის რო უყურებთ, ხო ამ ვარიანტს და ამ ვიდეოს ეხლა რაღაცა ძალიან ესე ვარდისფერი სათვალიდან შეიძლება უყურებდეთ რაღაცებს და საერთოდ სხვანაირად წარმოიდგენდეთ და საერთოდ სხვანაირად სახავდეთ ამ მიზანს და გეგმებს და რეალობის წინაშე რომ დადგეთ, შეიძლება საერთოდ სხვა ფაქტს შეეჩეხოთ და ტარო მაგას გეუბნებათ, რომ შესაძლებელი არის რომ ასრულდეს ეს სურვილი, მაგრამ რო გითხრათ, რომ სამყარო ამ ამბავს ძალიან დააჩქარებს თქო, ეგრე არ არის და იმიტომ არ არის, რომ სინამდვილეში რაღაცნაირად ამ ამბავმა თავი მოტყუებულად არ გაგრძნობინოთ, ან იცით როგორი მომენტია, რომ თუ ეს ჩაიფიქრეთ რაღაც ბიზნესზე, საქმეზე, მით უმეტეს ვინმე პარტნიორთან ერთად, ანუ აი ბიზნეს პარტნიორი ან არა აქვს მშობა, ან მარტომ გააკეთეთ, ან საერთოდ არ გააკეთოთ. აი ეგ არის. აი იმიტომ რომ აი აქ ხედავ ძალიან გაწამაციაში აღმოჩნდებით. ძალიან.
აი და როგორ პასუხს ეხლა მე არ მიყვარს ხოლმე ნეგატიური პროგნოზები საერთოდ სულ ვერიდები ხოლმე, მაგრამ აქ უნდა გავაჟღერო ამ შემთხვევაში. ტარო ამბობს იმას, რომ მოხდენით შეიძლება მოხდეს ძალიან თუ ინატრებთ, კი მოგისმენენ და შეგისრულებენ ამ სურვილს, მაგრამ რის ფასად აი ბოლოს რომც მოხდეს, მე შეიძლება საერთოდ ისინენოს, რომ აი რა მინდოდა საერთოდ რა თავში ვიხლიდი, აი შეიძლება აი ეგეთი ფიქრიც კი წამოვიდეს თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა შეიძლება გარშემო თავს დაგეხბათ, აი რატო აი გარშემო რო აი ბევრი ადამიანი რო დაგტრიალებთ და ერთი რო ერთს გეკითხება მეორე რო მეორეს გეუბნება მესამე მეთხე, აი ეს უკვე იმდენად სტრესული შეიძლება იყოს, რომ არა მხოლოდ დამღლელი, არამედ აი რაღაცა თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც შეიძლება ისახოს და ანუ სურვილი შეიძლება ასრულდეს, მაგრამ ისე არა როგორც წარმოგიდგენიათ. გჭირდებათ რეალურად ეს სურვილი რომ ასრულდეს. გჭირდებათ ეს სურვილი რომ ასრულდეს. ტარო გეუბნებათ იმას, რომ შენი არჩევანია. აი თითქოს მთელი პასუხისგებლობა არის თქვენზე. კი, ახლა აქ ამ გაშლაში და მაგას გეუბნებათ ტარო, რომ რა ვიცი, შენ თუ გინდა მაგზის გავლა, კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგრამ ეს არ იქნება რაღაც მარტივია. ამას აუცილებლად მოყვება თავისი სანერვიულოები და ამ ამბავმა რაც არ უნდა ჩაგიფიქრებინათ, იცოდეთ რომ ბევრი ადამიანი შეიძლება დაგაკარგვინოთ თქვენი გარემოცვიდან. ხო, რაღაცა ძალიან ისეთი ვარიანტი იყო. მესამე ვარიანტი, რაზე ჩაიფიქრეთ, რა ხდება აქ? რას გეგმავთ? შვეიცარიის ბანკის გაძარცვას თუ რა არის, აქ ვერ გავიგე. მე კარგი ხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი დაძაბული გაშლა იყო. მოდი ვიკითხოთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ სურვილზე უარს იტყვით, თქვათ. რა მოხდება და თქვენს ბედისწერას გადაწერთ. საერთოდ სხვანაირად და საერთოდ აი თქვენ ხართ როგორი ადამიანი, იცი რომ აი ხო არიან ადამიანები, ვისაც ბედისწერი სჯერა, კარმის სჯერა, კი ბატონო, ყველაფერი და არიან ადამიანები, ვისაც სჯერათ მხოლოდ იმის, რომ თვითონ ქმნიან თავიანთ ცხოვრებას, ხო? ხო არის ეს ორი კატეგორიის ადამიანები და აი თქვენ შემთხვევაში ეს კონკრეტული საკითხი სამყაროს აქ მთლიანად თქვენზე მონდობილი. აი აქ ამ ამბავში არც სამყარო, არავინ და არაფერი არ ჩაერევა, ანუ სულიერი სამყაროდან, აი მთლიანად თქვენ ქმნით და თქვენ წერთ. და თუ ამას არ აირჩევთ, აი გადაწერთ თქვენს აი ამ რაღაც, აი როგორ გითხრათ, გადაარესტარტებთ და გადააპროგრამებთ თქვენ თავს და საერთოდ სხვა ენერგეტიკულ ნაკადში წახვალთ და მე ვფიქრობ, რომ არ კარგად ჩააკვირდით თქვენ თავს რა, აი რაღაცნაირად ეს არ არის ჩვეულებრივი სურვილი,
ხოლო თქვენი პირადი ინტერესებისთვის აქ რაღაცნაირად თქვენს შინაგან ან შიშებთან ან კომპლექსებთან აუცილებლად მიდის ეს საქმე, იმიტომ რომ რაცაც არ უნდა ეხებოდეს, რაც არ უნდა ჩაგეფიქრებინათ, იცოდეთ რომ თქვენ ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობდით. ან ცდილობთ და აი რაღაცისთვის აკეთებთ. ოღონდ მარტო ზედაპირზე კი არ აი ზედაპირს კი არ უყურებთ, თქვენ თავში ჩაუღრმავდით და თქვენ თავს კითხეთ, აი ამას რატო ვირჩევ? რატო მინდა? რას მაძლევს ეს ყველაფერი? პასუხი მე არ როგორ გითხრათ ახლა მე არ დამეხმარება. თქვენ გჭირდებათ, რომ ეს იცოდეთ და გაიეზოთ, იმიტომ რომ აი თუ ამაზე რაღაცნაირად თუ არ სიტყვით, თითქოს აი ეს მომენტი, რომ სადღაცას რაღაცა უნდა დაგემტკიცებინათ, აი მაგას საერთოდ გაუშვებთ, შეეშვებით და აი და მიდიხართ საბოლოოდ იქამდე, რომ იაზრებთ, რომ ისედაც კარგი ხართ. ანუ მაგის გარეშეც შეიძლება, რომ ბედნიერად იცხოვრო ადამიანმა, ხო? და აი როგორ გზას დაადგებით, იცით? ძალიან მშვიდად, წყნარად, კომფორტულად, რომ აღარავის აღიარებას აღარ ითხოვთ, აღარავის ყურადღებას აღარ ითხოვთ, აი დროებითი როგორ თქვა ეს სწორად, აი ცარიელი ადგილის ამოსავსებ ურთიერთობებს აღარ დაიწყებთ. მარტოობის შიშიცგან განთავისუფლებით. აი საერთოდ ახლა ეს მესამე ვარიანტი, აი ხო საერთოდ სხვა საკითხით დავიწყე გაშლა და საერთოდ სხვაგან მივყავარ ახლა ტაროს და აი მაინც რაღაცა და აი ჩავედით და ჩაუღრმავდით, ხო? მოკლედ იმის თქვა მინდა ხალხო, რომ თქვენ თვითონვე მისცემთ თქვენ თავს აღიარებას. იმ აღიარებას, რასაც გარეთ ეძებდით და გარეთ ითხოვდით სხვა ადამიანებისგან. ანუ აღარ იქნება მნიშვნელოვანი სხვა ადამიანების შეფასებები და წარმოდგენები თქვენზე, არამედ ის იქნება მნიშვნელოვანი თქვენ როგორ ფიქრობთ საკუთარ თავზე. და აი რაღაცნაირად თქვენ თავზე ფოკუსირებული გახდებით, ოღონდ ეს რაღაცა ეგოიზმში და ნარციზიზმში კი არ გადავა, საკუთარ თავის გულწრფელ სიყვარულში გადაგივათ და რაღაცნაირად ძალიან აი წყნარად, მშვიდად, ძალიან ესე სიმყუდროვეში იქნებით. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კი სრულზე იტყვით უარს. აი როცა ტკბებით საკუთარ თავთან გატარებული თითოეული წუთით. რაღაცნაირად ესეთი პასუხი იყო. ნუ ახლა ყველა ადამიანს აქვს თავისი პრიორიტეტები. თუ მე ახლა არ მინდა რომ რაღაცა ესე გამომივიდეს თქვენს არჩევანში ჩარევას არ ვაპირებ არანაირად, უბრალოდ რაღაცნაირად ესე ჩანს, რომ მესამე ვარიანტი საერთოდ თუ შეიშვებით ამ აზრს, ბევრად უკეთესი იქნება და თუ ისწავლეთ საკუთარ თავის სიყვარულს, უფრო უკეთესი იქნება. ასეთი იყო ჩვენი გაშლა. ეხლა დაგემშვიდობებით, კომენტარებში, ლაიქებში გელოდებით, გააზიარეთ ვიდეო და პირადი კონსულტაციები ვისაც გსურთ, ნომერზე 511 14 91 78. წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ. ნახვამდის.